პირველი შეცდომა, რასაც უშვებთ ხოლმე, ეს არის მშრალი პარსვა. სასურველია, რომ გამოყენებული იქნას საპარსი გელი ან კრემი. მშრალი პარსვა ქმნის რისკს იგივე თმის ჩაბრუნების და მეორე არის კიდევ რომ თვითონ პარსვა არ უნდა ხდებოდეს თმის ზრდის საწინააღმდეგოდ. ეს უნდა იყოს თმის ზრდის მიმართულებით. და კიდევ გავრცელებული პრაქტიკაა კანის გაჭიმვა უფრო ახლო გაპარსვისთვის მიმართავენ, აი ესე თქვათ, ხელით როდესაც ჭიმავენ, რომ კარგად დაუმიზნონ ხო. და გრძელი მონასმები, ანუ მოკლე მოსმა უნდა იყოს და ყოველი მოსმის შემდეგ სასურველია, რომ წყლით გავავლოთ, თუ საუბარი არის მრავალპირიან, ერთპირიან, ორპირიან, თქვათ, საპარსზე. აქაც საპარსის საშუალებებიც მრავალფეროვანია. ამ შემთხვევაში თუ საუბრობთ კანზე, რომელიც მიდრეკილია, თქვათ, თმის ჩაბრუნებისკენ, ან ფოლიკულიტისკენ, როგორც ახსენი, და ამას ცოტა მოგვიანებით კიდე შევეხოთ, რეკომენდებულია, რომ ერთთავიანი, ერთპირიანი საპარსის საშუალება იყოს, ან ელექტრო საპარს საშუალებაზე, ან საერთოდ უარი ვთქვათ გაპარსვაზე და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, თქვათ, ვატაროთ წვერი. ესეც შეიძლება.